ეს იყო ჩემი ოფიციალური, ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. მანამდე გასული 2-3 წლის განმავლობაში მოგესალმებით ჩვენ განსაკუთრებით გავააქტიურებთ ურთიერთობები ჩინეთთან. ორივე ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა ჩინეთში, ასევე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ბატონი საგანელიძე, საპარლამენტო დელეგაცია, სამთავრობო დელეგაციები მრავალჯერ იყვნენ ჩინეთში. ასევე მოგეხსენებათ ჩვენთანაც ბევრი დელეგაცია ჩამოვიდა ჩინეთიდან. ეს არის დადასტურება იმის, რომ ჩინეთს და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულად ახალ ეტაპზე გადადის. მე მქონდა ძალიან საინტერესო ნაყოფიერი შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან, ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ჩვენ სრულად მხარს უჭერთ ჩინეთის პრეზიდენტის ძალიან კრეატიულ წამოწყებას, ინიციატივას ახალი აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი სარტყელი, ერთი გზა კონცეფცია. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძველი აბრეშუმის, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი და ისტორიულად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს და ჩვენი ტერიტორია ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად სურს განმაცხადოთ, რომ ჩვენ სურს ამ პროექტის თანამონაწილე გავხდეთ. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენა შექმნის ახალ შეძლებულობას ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მოიტანს ახალ ინვესტიციებს, განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას და საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მისია რაც არის ჩვენი ქვეყნის, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრად გამოყენება. ჩვენ არ გვსურს საქართველოს იყოს, ასე ვთქვათ, დაპირისპირების მიზეზი და ადგილი. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ადგილი შერიგების, მოლაპარაკების, ურთიერთგაგების და მშვიდობის არცთავარია. და ეს არის ის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ისტორიულად ასრულებდა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მისიის შესრულებაში წინსვლა გქონდეს და მაქსიმალურად მოკლე დროში მივახციოთ შედეგს. მეორე პროექტი, რაც ჩვენ განვიხილეთ, ეს არის აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ინვესტიციის ბანკი. მოგესალმებით, ჩვენი ქვეყანა არის თანადამფუძნებელი ამ ბანკის, ეს არის 500 მილიარდიანი კაპიტალის მქონე ბანკი. პირველ etapზე არის 100 მილიარდ დოლარის ბანკი, მაგრამ საბოლოო ჯამში 500 მილიარდ დოლარის ინვესტიციებზე არის საუბარი. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვაჯერ მე მექნებ ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრები უკვე პეკინში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება შევძლებთ. ამის მზაობა და ამის სრული განაცხადეს ჩინელებმა. ჩემმა კოლეგამ ასევე ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი არიან დაინტერესებულნი მიიღონ მონაწილეობა ჩინეთის, უბრალოდ ჩინურმა კომპანიამ მიიღონ მონაწილეობა ანაკრის სპორტის მშენებლობაში, რაც არის ძალიან სერიოზული განაცხადი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. და სწორედ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობა ამ პროექტში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. მოგესალმებით, რომ გასულ წელსვე მე გამოვეხმაურე, ასე ვთქვათ, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას და მე ჩემი ინიციატივა უკვე გავაჟღერე გაეროს ასამბლეაზე. კერძოდ მე გულისხმობ თბილისის Silk Road-ის, ანუ აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარებას. ჩვენ ველოდებით დაახლოებით 200-მდე წარმომადგენელს ჩინეთიდან. ასე რომ მთელი რიგი მსხვილი პროექტების განხილვა მიმდინარეობს ახალ პროცესში და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის.